ეს არის REM 1500 პიკაპი და სანამ ამ ვიდეოზე გადავალთ, მინდა შეგახსენოთ რომ დაწეროთ კომენტარი, გამოიწეროთ ჩემი არხი, რადგანაც ამ ვიდეოში სოკარის პრემიუმი უნდა გავაჩუქოთ. ახლა კი REM-ი. ესე იგი ეს არის REM 1500 პიკაპი და ნუ ბევრმა ეს იცის როგორც Dodge-ის ერთ-ერთი მანქანა და ასეც არის, თუმცა 2010 წლიდან უკვე REM-ი გამოიყო Dodge და ცალკე ბრენდად ფუნქციონირებს და მე დამაინტერესა იქიდან გამომდინარე, რომ ძალიან დიდია. ჩვენს ქართულ რეალობაში არის საკმაოდ დიდი თბილისის ქუჩებისთვის ძალიან დიდი ზომის მანქანაა და მაინტერესებს ზოგადად როგორია პიკაპი საქართველოს რეალობაში და ძალიან საინტერესო მანქანაა. რამში სხვადასხვა ძრავებია, არის 3 და 6 ცილინდრიანი ძრავი ბენზინი, არის 3 და 0 დიზელი, არის 5 და 7 8 ცილინდრიანი ძრავი ბენზინი, რაც არის ჩვენი მანქანა და არის ასევე 6 და 2 სუპერჩარჯერით ჰემის, რაც უკვე TRX-შია. რაც შეეხება მანქანის მონაცემებს, აქვს 395 ცხენის ძალა და 550 ნიუტონ-მეტრი. თუმცა წონაც საკმაოდ აქვს 2 ტონა და 150 კილოგრამია ეს მანქანა. და მე ვნახავთ უკვე გზაზე როგორ დადის, როგორ ყოფნის ეს ძალა მანქანას. მანქანები უფრო ამერიკის არის. ამერიკაში ეს და Ford F150 არის ნომერ პირველი მანქანები გაყიდვით. ამერიკაში ძალიან ბევრი იყიდება ეს მანქანა. მე მაინტერესებს ჩვენთან თბილისში და თუნდაც სხვა ქალაქებში როგორი პრაქტიკულია ეს მანქანა, რადგან ზომით საკმაოდ დიდია და ფიქრობ რომ თბილისის ქუჩებში ცოტა დისკომფორტი იქნება ამით სიარული. აბა ვნახოთ. ოპა. ხო, 8 ცილინდრიანი ძრავია, ჰემის, საკმაოდ გამომდგარი, დიდი ისტორიის მქონე ძრავია. პრობლემები ამ ძრავს თითქმის არ აქვს. საკმაოდ ამტანი ძრავია. 5 და 7 ჰემი უამრავ მანქანაშია, Challenger-შია, Charger-შია, აქ არის და კიდე უამრავ მანქანაშია. მიუხედავად იმისა, რომ ძრავი დიდია, მაინც ძალიან დიდი სივრცე აქვს დარჩენილი, რადგან მანქანა არის საკმაოდ დიდი ზომის. რა თქმა უნდა, 8 ცილინდრია, წვა საკმაოდ დიდია, თუმცა აქვს ცილინდრების დეაქტივაცია, რაც უკვე საწვავის მოხმარებას ამცირებს. ეს ძალიან დიდი პლუსია. რა თქმა უნდა, კაპოტი ამორტიზატორებზეა. აჰა. ესე იგი, მანქანის ზომაც ჩანს ალბათ. ჩემთან შედარებით მანქანა ამხელაა. დისკებს რაც შეეხება, გვაქვს 22-იანი დისკები და საკმაოდ კარგად გამოიყურება პიკაპის პირობაზე. საკმაოდ კარგია. ზომითაც, რა თქმა უნდა, დიდია, როგორც მანქანა. სიგრძითაც მანქანა 5 მეტრია, საკმაოდ გრძელი და დიდი მანქანაა. უკანა მხარეს რაც შეეხება, გვაქვს საკმაოდ დიდი ზომის უკანა სათავსო, რომელიც იღება ორნაირად, აი მაგალითად ერთ შემთხვევაში ესე გამოიღება. ან მეორე ვარიანტია აი ასე. და მე შეგვიძლია უკვე ესეც გამოვაღოთ. საკმაოდ დიდი პარტია. ამ მანქანის ასევე ერთ-ერთი ძირითადი დანიშნულება არის ჩაბმა უკან მისამელის. ამ მანქანას საკმაოდ კარგი მონაცემები აქვს. 5400 კილოგრამია დაახლოებით ამ მანქანის გამწეობა. რაც საკმაოდ კარგი მაჩვენებელია. F150-ს ოდნავ მეტი აქვს, თუმცა 5400-იც საკმაოდ კარგი ციფრია. რაც შეეხება უკანა მხარეს, გვაქვს 2 დიდი გამშვები, რომელიც, კარგადაც გამოიყურება და ხმას რაც შეეხება, ჰემის 8 ცილინდრია და საკმაოდ კარგი ხმა აქვს, მინდა გითხრათ. რაც შეეხება გაღებას, გასაღების გარეშე რა თქმა უნდა იღება და კომფორტულად ჩავჯდებით მანქანაში. ესე იგი, უკანა მხარეს რაც შეეხება, ჩანს ალბათ რა პარტია, ძალიან თავისუფლად ვზივარ, არანაირი დისკომფორტი, უზარმაზარი სივრცეა, როგორც სიგრძეში, ისე სიგანეშიც, საკმაოდ 3 ადამიანი, პრობლემოთ, 4 რა თქმა უნდა, გაჭირვებით ჩაჯდება. აქაც უკვე არის ჭიქის ჩასადებები, არის სათავსოები და ხელის დასადები. აქაც გვაქვს 2 ჭიქის ჩასადები, აქაც არის ჭიქის ჩასადები და შუაში უკვე არის დამტენები, როგორც Type-C, ისე Type-A
გვაქვს ასევე სავარძლების გათბობა, გაგრილება და გვაქვს ასევე 200-იანი სახლის ტიპის დამტენი, რაც ძალიან კომფორტულია შორგზაზე, საკემპინგოდ, საალაშქროდ თუ ასე შემდეგ. ნუ პატარა სათავსოც არის. ასევე მინდა აღვნიშნო, რომ ხელი სადაც ეხება, ყველგან ტყავია და საკმაოდ კომფორტულია და თან კარგათაც გამოიყურება და სასიამოვნოც არის ხელის შეხებისას. ნუ უკანა მხარე ძალიან კარგია. ხო, წინ რაც შეეხება, როგორც უკან ისე წინ, საკმაოდ დიდი სივრცეა. შუაში ძალიან დიდი ადგილია და რა ვიცი, ძალიან კომფორტულად ვარ ახლა აქ. ეს გასაღები, რა თქმა უნდა, გვაქვს დაქოქვა სტარტ-სტოპით. აქ რაც შეეხება, საკმაოდ დიდი სივრცეა, დიდი სათავსოა. აქაც სათავსო, აქაც სათავსო, აქაც ჭიქის ჩასადები, აქაც სათავსო. აქ უსადენო დამტენი, Type-C, Type-A, თან ორივე მხარეს. რა თქმა უნდა, პანორამაც. გვაქვს ასევე უკანა შუშის გაღებაც, რაც აქედან შეგვიძლია. ესე იგი, სალონს რაც შეეხება, არის საკმაოდ ბევრი ტყავი და საკმაოდ კარგი ხარისხის ინტერიერია. ეს არის სიჩქარეების ბერკეტი, რომელიც, არასტანდარტულია, თუმცა მიჩვევის შემთხვევაში ძალიან კომფორტულია. აქ არის 4-ვე წამყვანი ავტო, აქ არის 4-ვე წამყვანი მაღალი და 4-ვე წამყვანის დაბალი უფრო ცუდ გზებზე ჩავრთავთ ამ კონკრეტულ. რაც შეეხება მძღოლის საინფორმაციო დაფას, გვაქვს ფიზიკური ტახომეტრიც, სიჩქარეების მაჩვენებელიც და ასევე გვაქვს ეკრანიც, რომელიც საკმაოდ ფუნქციურია. გვაქვს ვოლტაჟი, გვაქვს ძრავის ზეთის ტემპერატურა, გვაქვს ასევე სხვადასხვა მონაცემები. ჩამოვყვეთ ახლა. საბურავების წნევა, უკანა როგორც ხედავთ, ცოტა დაშვებულია. გვაქვს ასევე პროცენტი, აღმართი, დაღმართი, რამდენად არის მანქანა გადახრილი, ამის მაჩვენებელია. გვაქვს ასევე კრუიზ კონტროლი. აქ გვაქვს მისამმელის ინფორმაცია, მუსიკები, მესიჯები, head-up display-ის სხვადასხვა ფუნქციები აქვს. და სპიდომეტრზე უკვე გადმოვალთ აქ. რაც შეეხება 12 ინჩიან ეკრანს, საკმაოდ ბევრი ფუნქცია აქვს. რაც ასევე ძალიან კაია არის ის, რომ კლიმატი არის ფიზიკურად აქვე. ჩავრთავთ, გამორთავთ და ასე შემდეგ. რაც შეეხება დინამიკებს, აქვს Harman Kardon-ის აუდიო სისტემა და ჩავრთავთ და ვნახავთ, როგორ ისმის ეს Harman Kardon-ი. არის მაქსიმუმი. კი, საკმაოდ კარგად და სუფთად ისმის ხმა. გვაქვს სავარძლების გათბობა, გაგრილება, საჭის გათბობაც არის. რაც შეეხება უკანა ხედვის კამერას, გვაქვს საკმაოდ კარგი ხარისხის უკან და 360-იც არის. უამრავი ფუნქცია აქვს მანქანას, რომელიც შეგვიძლია შევცვალოთ, ჩვენს კომფორტზე მოვირგოთ და ასე შემდეგ. დავიძარით და ვნახოთ, როგორ დადის ეს უზარმაზარი REM 1500. პირველი შთაბეჭდილება არის ის, რომ ძალიან დიდია მანქანა. ძალიან კომფორტულია, ფართედ ვარ, თუმცა ქალაქში რო გავალთ, ვიწრო ქუჩებში, ცოტა დისკომფორტი ალბათ იქნება. ეს მანქანა თავიდანვე იგრძნობა, რომ არის ამერიკისთვის შექმნილი, დიდი გზები, განიერი გზები, გრძელი დისტანციები და ასე შემდეგ. აი მაგისთვის აღარ ზედგამოჭრილია ეს მანქანა. ჩვენთან არ ვიცი როგორ იქნება.
რაც შეეხება კომფორტს, საკმაოდ რბილი ჩანს მანქანა. აი გავიდეთ პირველად ტრასაზე და ვნახოთ როგორ დადის. მიუხედავად იმისა, რომ ხმა საკმაოდ დიდი აქვს, შემაწუხებელი მაინც არ არის. ნუ არ ვიცი რა ტრასაზე იგრძნობა რომ მანქანა საკმაოდ დიდია, განიერია და რა თქმა უნდა გრძელიც არის მანქანა. თუ რაღაცა კონკრეტული დანიშნულება არ აქვს პიკაპს, ალბათ ნაკლებად კომფორტულია, იმიტომ რომ საბარგული ცალკე ესე არ აქვს, როგორც ჩვეულებრივ მანქანებს. რაღაცა კონკრეტული დანიშნულება უნდა ჰქონდეს, როცა პიკაპს შევიძენთ, უკანა მხარეს გულისხმობ, ან რაღაც დიდი ტვირთები, ან კემპინგი, ან ნადირობა, ან ასე შემდეგ. ასევე უკანა სათავსო შეიძლება გადაკეთდეს საკემპინგოდ, უამრავი რამ შეიძლება გაუკეთდეს უკან. და ხშირ შემთხვევაში ასეც იქცევიან, რადგან ფართი დიდი აქვს, სივრცე დიდი აქვს და იძლევა ბევრი დამატების საშუალებას. ასევე კარგი ტვირთამწეობა აქვს ამ მანქანას და მაგის პრობლემა არ გვექნება. მოკლედ ამ ხრივ ძალიან კარგი მანქანაა და ნუ დანიშნულებაც ეს აქვს ძირითადად ამ მანქანას. რაც შეეხება კონკურენტებს, ნუ კონკურენტებიდან არის F150, ასევე Toyota Tundra, GMC და ნუ უკვე ეს რამი დრაივზე გავიაროთ, რამე ავიღოთ და გავუდგეთ უკვე გზას. ძალიან მაინტერესებს დრაივს როგორ გავივლით ამ მანქანით, იმედია პრობლემა არ შეგვექმნება. ნახოთ. ესე იგი გამოვიარეთ დრაივი საკმაოდ კარგად. წავედით. მანქანის აჩქარება დიდად ეხა მაინც და მაინც 0-დან 100-მდე დიდად არ არის მაინც და მაინც გადამწყვეტი, თუმცა მოდი ავჩქარდეთ 6 და 3 უწერია და ვნახოთ რამდენში აჩქარდება ჩვენი მგზავრით. წავიდა. ბევრად უფრო სხვა ციფრი დაჯდა 8 წამი და 2 მიათედი. რა თქმა უნდა მეორეც უნდა ვცადოთ. ალბათ დავსტარტოთ ერთი. შვიდი და 4 ეს უკვე წინსვლა. ხო, წვას რაც შეეხება მონაცემებით ტრასაზე დაახლოებით 10-11 ლიტრი უნდა და ქალაქში 14 უწერია, თუმცა ჩვენ ახლა 16-ს გვიწერდა. იმის შემთხვევაში თუ მანქანას ჩავაჭერთ და ცოტა აგრესიულად მართავთ, ნუ 20-ზეც თავისუფლად ავა ეს მანქანა, ასე რომ ნუ გააჩნია რა. მასიური როა მანქანას ეთყობა და ამასაც მიჩვევა უნდა თუ სტანდარტული პატარა მანქანიდან გადმოვჯდებით აქ. რო ცოტა ცუდი გზებია და ნეტა ჩვენი GoPro თუ არის ისე მიწებებული. ნახოთ. კი ბატონო, ადგილზეა. ასე დავაპარკინგდეთ და უბრალოდ სხვაობა რო დავინახოთ ამასა და სხვა მანქანებს შორის. რა მხელა სხვაობა მანქანის ზომაში. სხვა მანქანებთან შედარებით უკვე ამაზე მეტი უკან აღარ მიდის. ხო, საბოლოოდ რაც შემიძლია თქვა არის ის, რომ კარგი მანქანაა. ნუ თბილისისთვის, ქალაქისთვის არ არის.
დისკომფორტი აქვს სამხელა ზომას, თუმცა სხვა შემთხვევაში მანქანა კარგია, დანიშნულებას თავისუფლად შეასრულებს, რაც ისთვისაც არის. თქვენ კი არ დაგავიწყდეთ ჩემი არხის გამოწერა, კომენტარის დაწერა და ეგ არის და ეგ. აბა, დროებით.